კრემლმა უკვე სამჯერ მოითხოვა საჯაროდ უკრაინისგან, რომ დათმოს დონბასი, რათა ომი სწრაფად დასრულდეს. მაგრამ ამასთან ერთად დღეს Financial Times წერს, რომ ვლადიმირ პუტინი დონბასზე გაჩერებას არ აპირებს. მისი რეალური ამბიციები ბევრად უფრო ფართოა და ის მხოლოდ შუალედური შედეგის დაფიქსირებას ჩქარობს. დაგნიშნულოვანია აღინიშნოს, რომ უკვე თვითონ დონალდ ტრამპმაც კი განაცხადა, რომ არ ეთანხმება იმ აზრს, თითქოს უკრაინამ დონბასი რუსეთს უნდა გადასცეს. ამასობაში ინსაიდერებმა განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინი დარწმუნებულია, რომ მისი არმია უკვე შემოდგომამდე ასე თუ ისე სრულად დაიკავებს დონბასს. მე ალექსეი პეჩი ვარ, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ეს ძალიან ეხმარება კონტენტის პოპულარიზაციას YouTube-ზე და ამისთვის მადლიერი ვიქნები. ასევე გამოიწერეთ ჩემი Telegram არხიც. მისი მული ამ ვიდეოს აღწერაშია. მაშასე კრემლმა უკვე მესამე დამკვირვაში დღეს განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა გაიყვანოს ჯარები მთელი დონბასის ტერიტორიიდან, რათა შეწყდეს ცეცხლი და გაგრძელდეს მოლაპარაკებები მშვიდობიან დარეგულირებაზე. დღეს პუტინის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ უნდა გასცეს ბრძანება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეწყვიტონ ცეცხლი და დატოვონ დონბასის ტერიტორია. და ამის შემდეგ თითქოს დაიწყება მოლაპარაკებები მშვიდობაზე. აღნიშნა, რომ კვირას ანალოგიური განცხადება გააკეთა პუტინის თანაშემწემ იური უშაკომ. მისი თქმით, სანამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დონბასიდან არ გაიყვანენ, შეიძლება ათობით მოლაპარაკების რაუნდი ჩატარდეს, მაგრამ ამას აზრი არ ექნება. სამი დღით ადრე მანუი განაცხადა, რომ სამმხრივ მოლაპარაკებების გაგრძელება აშშ-ში უკრაინა-რუსეთის ფორმატში მიზანშეწონილი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც კიევი დონბასიდან ჯარებს გაიყვანს. ამასთან თუ კი უკრაინა ბრძოლის გარეშე დათმობს დონბასის დარჩენილ ნაწილს, შემდგომი მოლაპარაკებები, ციტატა, გარდაულად ძალიან რთული იქნება და ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი ექნება. ანუ ერთი მხრივ ამბობენ თითქოს დონბასი უნდა ჩააბაროთ და მოლაპარაკებები დაიწყება. მეორე მხრივ კი ეს მოლაპარაკებები უსასრულოდ გაგრძელდება. ამ ფონზე Financial Times დღეს წერს, რომ უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაარწმუნა, რომ რუსეთის ჯარები შეძლებენ მთელი დონბასის აღებას შემოდგომამდე. კრემლთან და უკრაინის დაზვერვასთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ პუტინი დაარწმუნა, რომ დონბასზე კონტროლის სრულად დამყარება უკვე შემოდგომისთვის იქნება შესაძლებელი. თითქოს უკრაინა ნამდვილად ვერ შეძლებს ამ ტერიტორიების დაცვას. როგორც პუტინის სამხედროები არწმუნებენ, სექტემბერ-ოქტომბერში შესაძლებელია დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე გასვლა. მაგრამ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი იწყება. როგორც Financial Times წერს, თავის წყაროების დაყრდნობით კრემლში უკვე გადაწყვიტეს, რომ დონბასზე კონტროლის დამყარების შემდეგ ვლადიმირ პუტინი აპირებს გაზარდოს თავისი მოთხოვნები ცეცხლის შეწყვეტისთვის და შესაძლოა გააფართოვოს ტერიტორიული პრეტენზიები. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილემ ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ დონბასში წარმატება კრემლს საშუალებას მისცემს წამოაყენოს დამატებითი პრეტენზიები. მისი თქმით, პუტინის შემდეგ შეიძლება მოითხოვოს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების გადაცემა, რომლებიც რუსეთმა 2022 წელს უკანონოდ რუსეთის ნაწილად გამოაცხადა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ზღვარი. ვლადიმირ პუტინმა შეიძლება გაამკაცროს ტერიტორიული მოთხოვნები უკრაინის მიმართ, დონეცკის ოლქის სრული ოკუპაციის შემდეგ. რუსი დიქტატორის საბოლოო ამბიციები გულისხმობს კონტროლს ტერიტორიაზე მინიმუმ დნეპრის მდინარემდე, ასევე კიევზე და ოდესაზე. ანუ სცენარი, რომელიც საჯაროდ რეალისტურად არ განეხილებოდა, ეხლა ასე ჟღერს. პუტინი დნეპრამდე მთელ ტერიტორიას, პლუს კიევს და ოდესას ითხოვს. შედეგად უკრაინელი ჩინოვნიკები აღიარებენ, რომ ამერიკელებმა რუსეთთან ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწიეს. ყველაფერი, რაზეც შეიძლებოდა შეთანხმება, უკვე გაკეთებულია. ამიტომ მოლაპარაკებებს რეალურად არანაირი აზრი აღარ აქვს. მოლაპარაკებები ფაქტობრივად შეჩერდა ბოლო რაუნდის შემდეგ, რომელიც თებერვალში გაიმართა. Financial Times-ის წყაროები მიუთითებენ, რომ უკრაინის ხელისუფლება თვლის, მათი პოზიცია ნაკლებად მოთხოვადია ვაშინგტონის ზეწოლის მიმართ. ფრონტზე სიტუაციის სტაბილიზაციისა და რუსეთის ტერიტორიაზე სიღრმეში დართმების შესაძლებლობის შემდეგ. მოსკოვი კი კვლავ ორიენტირებულია ფრონტზე გამარჯვებაზე და მაქსიმალისტურ მიზნებს აკანებს და მისი ქმედებები არ მიუთითებს ნამდვილი მოლაპარაკებებისთვის ზადყოფნაზე. და რა გვაქვს საბოლოოდ? ერთი მხრივ Financial Times წერს, რომ ვლადიმირ პუტინი პირადად გლოკავს ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე ნებისმიერი გაკინვის ვარიანტს. მეორე მხრივ კრემლი საჯაროდ მოითხოვს, რომ უკრაინა ჯერ დონბასიდან გავიდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები. ანუ მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ კაპიტულაციის შემთხვევაში. ბოდიში, მაგრამ ეს მოლაპარაკების პოზიცია არ არის, ეს დამარცხების აღიარების მოთხოვნა.
რას ნიშნავს ეს დონალდ ტრამპისთვის ხოთი შორის, რომელიც ახლა პეკინში იმყოფება? ისი გაემგზავრა უკრაინის საკითხზე სამშვიდობო დღის წესრიგით. მას სურს არჩევნოს თითქოს პროგრესს აღწევს. მაგრამ Financial Times წერს, რომ არც რუსეთის და არც უკრაინის მხარე ტრამპის შუამავლობას არ ენდობა. ეს ყველაფერი. არც ერთი მხარე არ ეულდება აშშ-ის შუამავლობით მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, თუნდაც ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შემდეგ. ანუ ბოლო 2 თვის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ტრამპი უბრალოდ სხვა საკითხით არის დაკავებული. მაგრამ ეხლა ყველა მხარე ამბობს, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგაც კი ტრამპი ძნელად თუ რამით დაეხმარება. ტრამპი პეკინში გაფრინდა, რათა სი ძინპინისთვის ირანთან დაკავშირებით დახმარება ეთხოვა. პარალელურად შესაძლოა ის უკრაინის თემასაც დააყენებს. მაგრამ სანამ ვლადიმირ პუტინი ფიქრობს, რომ შემოდგომამდე მთელ დონბასს აიღებს, მას კომპრომისის წასვლის არანაირი სტიმული არ აქვს. ამიტომ ლოგიკა მარტივია. ვისთვის უნდა შეთანხმდეთ დღეს, თუ შემოდგომისთვის მეტის მიღება შეგიძლია. მაგრამ აქ ბოლოს და ბოლოს მაინც გაჩნდა რაღაც მინიშნება. აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელიც წინადრეს პრესასთან საუბრობდა, უარყოფითად უპასუხა კითხვას. არსებობს თუ არა მასსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეთანხმება, რომ მთელი დონბასი უნდა გადავიდეს რუსეთში. კარგი, ნახოთ როგორ მოიქცევა ტრამპის შემდეგ, მაგრამ ჯერჯერობით მისმა შუამავლობამ რეალურად ჯერაც არ მოიტანა მშვიდობა. თუმცა მან ისევ განაცხადა წინადღეს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება. აქ ჯერ 3 ცენტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ფინანსურად ნებისმიერი შემოწირულობით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.